ამათ ბიჭო შიქხო არ აქვთ ნაწილი 2. ბორდელებს, ბარიგებს და კოლ-ცენტრებს მიაქვთ აქაურობა და ანუ ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა რომ ეს სტატისტიკაო შენ რაც გაქვსო არასწორიაო, იმიტომ რომ ჩრდილოვანი ეკონომიკაო საქმეშიო და იმას არ ნიშნავსო რომ 500-600 ლარზე ცხოვრობს ხალხიო. ეს ერთი მე არ მithქვამს რომ ხალხი და ყველა 500-600 ლარზე ცხოვრობს. როგორც ერთი ჯერ ჩრდილოვან ეკონომიკას განმარტავ, ეს არის ეკონომიკა, ანუ ფული რომელიც არსად არ ჩანს, ან ჩრდილშია, ან შენიხბულია რომ ვითომ სხვა საქმიანობა კეთდება და ამ დროს არალეგალური საქმიანობა კეთდება. და მოკლედ ფული რომელიც ასე ვთქვათ ოფიციალურად არ არის დეკლარირებული. მოკლედ ჯერ ერთი რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ეგეთი იატაკ ქვეშა რაღაც ხდება, ძალიან ცოტა პროცენტია ხალხის მაგაში ჩაფლული. ანუ რაღაც მოსახლეობის 40% და რაღაც მანდ არ არის. მეორე მე ძალიან კარგად მესმის რომ ვიღაც 100,000 რო აქვს ვიღაც ბიზნესმენს და რო არჩენს ცოლს, საყვარელს, დედმამას და სამშვილს, მესმის რომ მისი შემოსავალი რო ნაწილდება ამდენ ადამიანზე, ანუ ის ხალხი კარგად არის. მაგრამ ასევე იმაზე დავფიქრდეთ რომ ვიღაცას რო 900 ლარი აქვს და ის რო არჩენს დედმამას, მოხუცს და შვილებს, ანუ რავი, წარმოიდგინეთ ის ბავშვები რა დღეში არიან. ამიტომ ჩრდილოვანი ეკონომიკა მესმის რომ რაღაც ფული შედის ეკონომიკაში და იმას რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და შემდეგ ეს ხალხი ამ ფულს კიდე სხვებსაც აძლევენ და რაღაც, მაგრამ იმდენი ანუ საერთო ხალხის კეთილდღეობას ეგ არ ცვლის რა. პირდაპირ დამიჯერეთ. ანუ ის რომ მეტი შავი ფულია ეკონომიკაში, კი ვიღაცების კეთილდღეობა იცვლება, მაგრამ ხალხის საერთო კეთილდღეობაზე არ მოქმედებს. კიდე რა უნდა მეთქვა? რატომ არის არსებული მონაცემები ჩემს მონაცემთან შედარებით არასანდო და რატომ ვერ დავეყრდნობით მათ? განვიხილოთ ჯერ პირველ რიგში საშუალო ხელფასი საქართველოში. საშუალო ხელფასი საქართველოში არასანდო მონაცემია იმისთვის, რომ ზოგად სიტუაციაზე და კონიუნქტურაზე ვისაუბროთ ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ საშუალო ხელფასი რა არის? მე რომ მქონდეს 20,000 და 9 კაცს მქონდეს 1000, ჩვენ 10 კაცის საშუალო ხელფასი გამოვა 29,000. სინამდვილეში